ეს რაღაც ისეთი ნათობი იყო ცაზე, რომელიც უშუალოდ ამად გზას უჩვენებდა და არა მარტო გზას უჩვენებდა, არამედ მიიყვანა იერუსალიმში ესენი და მერე გაქრა ეს ვარსკვლავი და რო გაქრა, ესე იგი ამათმა მერე იკითხეს, რომ ესე და ესეა, რომ მეფეა და მეფესთან მივიდნენ, იმიტომ რომ თვითონ მეფეები იყვნენ, მეფემ წინასწარმეტყველების შეკრიბა, იმათ მოუწეს რა წინასწარმეტყველება არსებობდა ღმერთზე და ღმერთის დაბადებაზე და ღმერთზე ესენი მეფეს ეძებდნენ, მაგრამ სინამდვილეში უთხრეს რომ ღმერთი უნდა დაიბადოს და მოკლედ ეს ყველაფერი ესე მოხდა და იროდი მეფეც მიხვდა რომ ამ მოგვებთან ერთი მეფეები იყვნენ სამი და ვერაფერს ვერ გააწყობდა და ამათაც არავის არ ეშინოდათ შუაგულ სახელმწიფოში შემოვიდნენ ერთი მეფე ეს მეორე ის კიდევ კეისარი ანუ რომის იმპერატორი არსებობს და ამათთვის თავარი ის არის რასაც მოყვებიან და აი ამ ვარსკვლავს რა მიზეზითაც მოვიდნენ მოკლედ ეს მიზეზია თავარი და ნახეთ ახლა რა ხდება ესენი მოვიდნენ იროდი იძულებულია რომ ამათ ესე იგი მლიქნელობა დაუწყოს და უცხოს რომ მეც მინდა რომ თაყვანისო და მითხარით და ესენი შემდეგ აგრძელებენ ისევ გამოჩნდება ეს ვარსკვლავი და მიიყვანს პირდაპირ და აი წარმოიდგინეთ ახლა როგორ შეიძლება ერთმა ვარსკვლავმა მაინდამაინც იმ ბაგაზე მიუთითოს და თვითონ უფალზე და აი აქ მოიყვანა ამ ვარსკვლავმა ესენი ამის შემდეგ უკვე მათ აქვს გამოცხადება და იგივე გზით აღარ ბრუნდებიან აღარც მეფის ეშინიათ არც ეშინოდათ არასოდეს მაგრამ მოკლედ მეფესთან იროდისთან არ ბრუნდებიან ანუ ესენი მოვიდნენ და დაბრუნდნენ შემდეგ თავიანთ სამშობლოში ოღონდ სხვა გზით იმავე გზით აღარ და ნახეთ ეს რას ნიშნავს სიმბოლური აი ამდენი რატომ მოგიყევით ისე თქვა მინდოდა რომ ესე იგი ჩვენც უნდა აი მამები გვეუბნებიან რომ უნდა მიუბაძოთ მოგვებს მოგვები თავისი სამშობლოდან წამოვიდნენ ვარსკვლავმა მოიყვანა აქამდე მაგრამ ისინი სხვა გზით დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში ჩვენი სამშობლო კი არის ზეციური სასუფეველი ჩვენი სამშობლოდან წამოვედით ცუდი გზით წამოვედით სოდვის გზით დაცემის გზით მოვედით დღემდე და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ დღეს ზეციურ სასუფეველში ოღონდ სხვა გზით და აი რა გზით უნდა დავბრუნდეთ ეს სწორედ ახალ შობილმა აი დღეს შობილმა მაცხოვარმა გვიჩვენა ჩვენ ეს გზა და ამიტომ კიდევ ერთხელ მე დიდი სიხარულით მოგახარებთ და მოგილოცავთ ქრისტეს შობას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ სიტყვებს ჩვენთან არს ღმერთი